საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. შეცვალეს სახურავი თვეში 59 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ჩემი არ ყოფნით ძალიან ისარგებლეს პოლიტიკოსებმა და ნებსით თუ უნებლიეთ მრავალი სიბრძნე გადმოაფრქვეს. მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად გოგი თოფაძემ მომნუსხა, რომელმაც ამ პაპანაკებას სიცხეში ცენზორის მანტია მოისხა და ობიექტური მედიის სადარაჯოზე დადგა. არხი გადავიდა მარტო ამ ხელისუფლების კრიტიკაზე, ლანცღვაზე მე ვიტყოდ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ რაღაც ზომები უნდა მიეღოთ. არაერთხელ იყო გაფრთხილება მაგათი, ვიღოთ ობიექტურები, მეც არაერთხელ მithქვამს. ასეთი არაობიექტურობა არის არეპატია. უყურე ეთი შენ ამ თავხედმედიას რამდენს ბედავს. თავრობის კრიტიკაც დაუწყიათ, გეც. არა, ვერ გავიგეთ, თქვენი თავი დემოკრატიულ ქვეყანაში ხომ არ გონიათ, ჰა? თან გაუფრთხილები ხართ ამ პატიოსან კაც არაერთხელ. ხოდა ვერ გაიგეთ, რომ ასეთი არაობიექტურობა არავის ეპატიება, არავის. არა, ეს განამუქარა ან ზეწოლა მედიაზე უბრალოდ უნდა რომ ობიექტურები იყოთ, ხო? რაღა მაინც და მაინც მთავრობას აკრიტიკებთ რა, განაცოტაა გასაკრიტიკებელი. აგერ ჩემმა მეზობელმა იმ დღეს მანჩესტერი ლივერპულის ორიანზე დადო და წააგო. აბა ხა ლივერპულის ორიანზე დადება შეიძლებოდა მითხარით ეთერა. თქვენ რომ ნამდვილი მედია იყოთ, ეს ჩემი მეზობელი უნდა აკრიტიკოთ თხე და ღამე. მიდით ბატონო გოგი, მე არ გავბედავ თქვენს კრიტიკას. სულ ხოტბას და ხოტბას შეგასხავთ. მეტიც მოვითხოთ თქვენს საპატივცემულოდ, ქართლის დედას, ხმლისა და ფიალის მაგერად ლუდი და თევზი დავაჭერინოთ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივხვდი რომ ქვეყანას რომელსაც თამას მეჭიაური ჰყავს, აპოკალიფსის აღარ უნდა ეშინოდეს. იმიტომ არა რომ ეხლა მეტეორზე გადაჯდება და აფეთქებს. უბრალოდ არ მგონია რომ აპოკალიფსი მის გამოსვლებზე უარესი აღმოჩნდეს. რაში დავადანაშაულე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ერთი ენჯეუშნიკი სოროსელი როცა მას ეჭირა საქსოვი ჭირები ის გააგდებია და ვეტოთი აღჭურა, რომლიცაც დღესდღეობით ნერვებს მისის ჩვენს და მოსახლეობასაც. ვიშ, აი ვინ არის ნამდვილი ბრძენი? შოთა ილია აკაკი, თამას და მეჭიაური. დიახ, მარტო ეს კი არა კაცო. ზაფხულში ნათქვამი მისი არც ერთი ფრას არ უნდა დაიკარგოს და არ უნდა დაკარგოს ერმა. და ჩავიწერ სანამდროა, მიკარნახე სერგო, მიკარნახე, როგორ? ჩემი გამონათქვამი თუ ბიძინას უქმნის დისკომფორტს, მარტო მას მოუხდი ბოდიშს, სხვას არა. ადანდალი, დანდალი. ხო, აბა შემდეგი მითხარი. როგორ? პიდარასტებშიც არიან მაგაზე ღირსეულები. ეს ისა დავით ზურაბიშვილზე რო თქვა, ხო? ეს აფორიზმია უკვე პირდაპირ კაცო, ხო? აი ხა ერთი წარმოიდგინეთ შოთას დროს რომ ეცხოვრა მეჭიაურს. რით იქნებოდა ხლა ასეთი სტროფით სუდი? ავთანდილის გაპარვაზე. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასანი დიდებულები. უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები, რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები. პიდარასტებშიც ყოფილან მაგაზე ღირსეულები. სერგო, გენიალურია, გენიალურია. ეს ცოტა ხანში იმასაც იტყვის ბიძინას მიერ ენჯეოშნიკებისთვის ჭხირების გაგდებინების უკდავსაყოფად საჩხერეს საჩხირე დავარქვათო და ეს იქნება თამას მეჭიაურის კარიერის პიკი. მისი მაგნუმ ოპუსი, არა და ხა მართლა კია დასაფასებელი ბიძინა ჩემი შრომა. ხო, ზოგს ხელიდან აგდებინებს, ზოგს ხელში დააჭერინა. უბრალოდ მთავარი პრობლემა მან მაინც ისა, ზოგს რომ დღემდე არ გაუგდია ხელიდან. მახათ იცხადია.
მეჭიაური ამბობს ივანიშვილმა NGO-შნიკ სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვაო. მერე შენაგან ერვიულებსო. რა და როდისღა დამთავროს ახლა ის ჯემპრიო. იმედს ეკითხებიან გრიგორიას გადაცემა პოლიტიკური მიზეზების გამო დახურეთო და არა კაცო რა პოლიტიკა უბრალოდ ხმაური გადიოდა და ბიძინა ვეღარ იძინებდაო. მოკლედ უნიკალური ვინმეა რა ჩემი მაღალშენკო. რატო? რატომ და ეხლა ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე რომელიც გაგანია ტურისტული სეზონის დროს ოდესაშია და მაინც ვერ ისვენებს. Я построил новый 4 города. Я построил новую систему здравоохранения. Вот тут говорили, знаете, сколько получает грузинский врач? От 5 тысяч долларов до 15 тысяч. А почему? Потому что мы не крали, и у них делали все в условиях того, что помогали народу. მართალია ექიმებს ჰქონდათ 5000 და 15000 დოლარამდე. დიახ. არა, ახლა შეიძლება ვალი იყო ეგ და არა ხელფასი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კაცო, მთავარია 15000 დოლარი იყო. მაგრამ მე მაინც მჯერა ჩემი მაღალშენკოს, იმიტომ რომ ეხლა ექიმებს კი არა, ჯერ მარტო მასწავლებლებს ჰქონდათ თვეში 1.300.000 евро. ხანდახან მეტიც. და პენსია იყო იმ ხელა, ბებიასაც ყოფნიდა, ბაბუასაც, შვილიშვილსაც, ძაღლსაც, კატასაც, თაგვსაც და თალგამსაც კიდევ. და მარტო ექიმები კი არა. ავადმყოფებიც როგორები ყავდა, დავარცხნილი, გამოწყებილი, ჯამრთელი. დიახაც, აბა სხვას ვის ყავს ახლა ჯამრთელი ავადმყოფები? არავის. და საავადმყოფოები? სხვას ვის ქონდა 100 საავადმყოფო, 10 საავადმყოფოში გადანაწილებული? არავის. მაგრამ დააფასა ვინმე? არავინ. რასის ამ კაცო უმადურია ხალხი. 15000 დოლარს აძლევენ და მაინც წუწუნებენ. მაღალშენკო, აი უყურებ ახლა შენს გამოსვლას და ექიმების ხელფასი კი არა. თვითონ ექიმი თუ ყავს ნანახი, ეგეც აღარ ვიცი უკვე. ხო. კაცო, ეხლა მესმის რაღაცის გაძვირება არ მოგწონდეს, მაგრამ აი გაიაფება რატო უნდა გეწყინოს ვერაფრით გავიგე. აგერ ახლა ერთი ამბავი ავტეხეთ ყურძენი რატომ არის იაფიოდა. ლარი რამდენჯერაც ლარი გაიაფთა, იმდენჯერ გავგიჟდით, გავწოფდით და გადავირიეთ. ებიჭო, თუ არ მოგწონს ეს გაიაფება, შენს მაგაზე ნუ ფიქრობ რა. აგერ დენი გაძვირდა და მაგით გაიხარე. დაიწყებენ ახლა. ლარი იმიტომ ეცემა, მთავრობა არაფერს აკეთებსო. რა სისულელია რა. რა ეხლა ეროვნულ ბანკს ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია არ ჩამოართვა? და რა ქრას ახლა თუ ლარი აღმოჩნდა ისეთი თავხედი რომ სულ ფეხებზე კიდია, ვინ უწევს ზედამხედველობას? ახლა თქვენ თუ იმის მოლოდინი გქონდათ რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეც ლარზე იზრუნებდა, ვერ მოგართვეთ კაცო. ლარისთვის საცალია. აქეთ პრეზიდენტი ყავს გასალანძღი, იქით რესპუბლიკელები და იქით კიდევ ისა ბიძინა ჩემისთვის აქვს ბოდიში მოსახდელი. ეს უკანასკნელი თუ მოისურვებს ცხადი. სწორედაც რომ ეს არასწორი მოლოდინებია ლარს რომ აუპასურებს. ფიქრობ ახლა დაეცემაო და ისიც ეცემა. აბა იწამე რომ გამყარდება და თუ არ გამყარდეს არა მეგობრებო არა ასე თუ გავაგრძელებთ მალე ჩვენს მტრებსაც ვეღარ გავაცოცხლებთ და წყალზეც ვეღარ გავივლით. აბა აი ლარისთვის ბოლო ხანჯალის ჩაცემა კი პენსიის გაზრდა იყო 10 ლარით. თან ახლა პენსიონერებმა ხო იცით როგორ იციან? ეგრევე თუ არ მიაფშვნიდეს ახლა მთელი 10 ლარი კი ვერ მოისვენებენ. გაუფრთხილდი რა კაცო, შეაგროვე. კიდევ უფრო შავი დღისთვის. ახლა მართალია ამასობაში შეიძლება მთლად გაუფასურდეს, მაგრამ ამ ცხოვრებაში ვის რა შერჩენია? ლარი რო შერჩეს. თავრობას საყვედურობენ, თქვენ არ გვირდებოდით ტურისტები რომ ჩამოვლენ, ოლიმპიადა რომ იქნება და სუპერფინალი რომ ჩატარდება, ლარი გამყარდებაო? და რა გინდათ მერე? ხომ ჩამოვიდნენ ტურისტები? ოლიმპიადაც ხო იყო და სუპერფინალიც ხო ჩატარდაო? მერე ლარიო? ახლა ერთი ლარი გვაპატიეთ. მაღალშენკო ამბობს, საქართველოში ჩემ დროს ექიმებს 15000 დოლარი ჰქონდათ ხელფასი. მართლაო? ხო, აბა ახლა დოქტორ დოტი გიჟი კი არ იყო სამუშაო თაკრო ჩამოდიოდაო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. თუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა.
საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება, საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე.